მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ასე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვადევნოთ თვალი პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასე შეგიძლიათ YouTube-ზეც გვიყუროთ პირდაპირ ეთერში პალიტრა ნიუსის არხზე. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია. ამ რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი კაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ამ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე გმობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას. ევროპარლამენტი გმობს მიღებული ცნობების თანახმად დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ევროპარლამენტის ღრმა შეშფოთებას გამოყათავს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარგზნობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 4 წელზე მეტია ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძაინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალიაო. ევროპარლამენტი დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ასევე ევროპარლამენტი დემონსტრაციების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. რეზოლუციამ კაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლების პოლიტიკური აქტივობის სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შეზღუდული კანონმდებლობის განგრძობად მიღებას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდავი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკის ვალდებულებებთან შეუთავსებელია. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ, მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ. ასევე ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები. ასევე ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე. თუმცა, როგორც იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას იმუნიტეტი აქვს დიდი ხანი, ისინი ამბობენ, რომ ჩალის ფასი აქვსო. იცით, რომ დებატები უძღვოდა ამ რეზოლუციას წინ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რაც ევროპარლამენტში მოვისმინეთ, საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო, ევროკავშირი ხდება საბჭოთა შინაარსში. ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები მისი მტრები არიანო, ამბობს შალვა პაპუაშვილი. დღეს ჩვენ გადაცემაში საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაზეც ვისაუბრებთ, ასევე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში ამერიკისა და ირანის ომზე. ჩვენი სტუმრები იქნებიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, ყოფილი დიპლომატი და ასევე ბექან აცვლიშვილი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში დავიწყებ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტში და იქ გაკეთებული განცხადებები, რომელიც გუშინაც გაკეთა საკმაოდ მწვავე განცხადებები იყო, ხო? და საუბარი ამის შესახებ, ფაქტობრივად სახელია მარტო დარჩენილი ჩვენი კანდიდატის სტატუსისგან და სანქციებზე არის საუბარი და ასე შემდეგ. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ჩალის ფასი აქვს და არის რაღაცა საბჭოთა კავშირი. რამდენად ეთანხმებით ამას განცხადებებს, მეგულისხმობ ხელისუფლების შეფასებას, ბექამოდი შენგან დავიწყოთ. დაემსგავსოთ თუ არა ევროკავშირის საბჭოთა კავშირს? მოგესალმებით პირველ რიგში. ევროკავშირი რამდენად საბჭოთა კავშირის დაემსგავსა ეს იმდენად საინტერესო არ არის, ხადი არ დაემსგავსა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სხვა სისტემა იყო, ევროკავშირის სხვა სისტემაა. აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რაზეც არ მოხდა თქვენს მიერ, ესე იგი ამ რეზოლუციის დროს წარდგენისას ხაზგასმა. მე მგონი იქ არსებობს ამ რეზოლუციაში პასაჟი, რომელიც ესე იგი გმობს საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ესე იგი ურთიერთობას გარკვეული თვალსაზრისით. ეგეთი არ შემოხვედრი ხა მე რა ტექსტიც ვნახე, იქ არ შემოხვედრი. შეიძლება არასრული ტექსტი. თქვენს ვებგვერდზე წავიკითხე და აქედან გამომდინარე ძალიან ისეთი მეჩვენა ის, რომ გარკვეული თვალსაზრისით პრობლემა რაშია ნახეთ. ახლა ირანთან და რუსეთთან რა ურთიერთობა აქვს, ამას
ცხადია რომ ეს ურთიერთობები არის ძალიან სუსტი და გამომდინარე იქიდან რუსეთთან ვერანაირი ურთიერთობა ვერ გვექნება იმიტომ რომ ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რაც შეეხება ირანს ხედავთ რომ იქ რაღაცა ძალიან მცირე სავაჭრო ურთიერთობებია მაგრამ ჩინეთთან გვაქვს ჩვენ ძალიან ესეთი აქტიური ურთიერთობა რომელიც ჩემი აზრით უნდა გაღრმავდეს და ამას პირიქით ხელი უნდა შეეწყოს და გარკვეული თვალსაზრისით აი ეს დამოკიდებულება ევროკავშირის რომ ესე იგი ევროკავშირის რა ევროპარლამენტარების ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ცხადია უნდა გავმიჯნოთ თქვათ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები ევროკავშირში როგორ არის ეს არის ევროსაბჭო არის შესაბამისად ესე იგი ევროპის საბჭო არის შესაბამისად შემდეგ ევროკომისია და არის ადგილი წავიკითხო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენის გამო რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება ასევე შეშფოთებას გამოხატავს გავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო კერძოდ ჰაცონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის გიორგი კანდელაკის, თინათე ხვიდაშვილის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური შინაარსი ამ შემთხვევაში აქ სწორედ იმ წინადადებას, როდესაც ევროკავშირი შენ არჩევანის წინაშე გაყენებს, რომ მაგალითად ჩინეთთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. ან ჩინეთთან არ უნდა იყოს მზარდი ურთიერთობა, რაც არის არასწორი გამომდინარე იქიდან რომ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი უბრალოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის და ამას უსაჭიროა შემდგომში უფრო კიდე გავშლი ამ საკითხს ხო ეს არჩევანის წინაშე დაყენება რომ შენ ან ჩვენთან გექნება ურთიერთობა ან შესაბამისად ესე იგი აღარ გექნება ჩვენთან ურთიერთობა თუ მაგალითად ჩინეთთან გააგრძელებ თქვა ესე იგი სავაჭრო ან პოლიტიკურ ურთიერთობებს ეს არასწორია გამომდინარე იქიდან რომ ხა ჩვენ იცით რა არის ჩვენ ვაზროვნებთ იმ კატეგორიებში რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ხო ეს არის პოსტსაბჭოთა წესრიგი რომელიც ჩამოყალიბდა სწორედ 90-იანი წლების შემდეგ და რომელიც წესრიგიც უკვე თითქმის აღარ არსებობს მე აღარ არსებობს თუ ჩვენ ამაზე არ ვთანხმდებით რომ ის წესრიგი აღარ არსებობს და აღარ არსებობს მაგალითად ამერიკა როგორც ჰეგემონი რომელიც ის აწესებდა აბსოლუტურად ესე იგი წესებს და შესაბამისად დროს შეიძლება ეგეთ ისე დაბრუნდეს წესებს ხო და შემდეგ ახდენდა ამ წესების მის შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციას და შემდგომში უკვე განხორციელებას, ხო? თუ ამას ჩვენ თვალს არ გაუსწორებთ შესაბამისად, ესე იგი ჩვენ ძალიან ისეთ ვითარებაში, მიამიტურ ვითარებაში აღმოჩნდებით, როდესაც გარკვეული თვალსაზრისით შევიზღუდავთ განვითარების შესაძლებლობებს ჩვენვე. აქედან გამომდინარე, რატო ვამბობ ამას, ნახეთ ნებისმიერი რეზოლუცია მე თვითონ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და ძალიან ხშირად მიწევდა ამ შეხვედრებში მონაწილეობა და მოლაპარაკებებშიც მონაწილეობა და აი ეს რეზოლუციები გარკვეული თვალსაზრისით ეხლაც და მაშინაც ატარებდა აი ესეთ ცოტა პოლიტიკურ შეფერილობას ხო მე ამ შემთხვევაში ამ რეზოლუციაზე არ ვამბობ იმიტომ რომ ამ რეზოლუციაში რიგ შემთხვევაში რაღაცა სიმართლე წერია მაგალითად იმიტომ რომ კანონმდებლობა რომელიც საქართველოში არსებობს მაგალითად შეკრებისა და მანიფესტაციის კანონმდებლობა როგორც ესე იგი გამკაცრდა ეს რა თქმა უნდა არასწორია და ეს აუცილებლად საჭიროა მომავალში თუ ეხლა არა მომავალში გადახედოს ამაზე არ არის ლაპარაკი ლაპარაკია შემდეგზე როდესაც იქ ქონდა ურთიერთობა ხო ვინ არის ხომ საქართველოს მეგობრობის ჯგუფში განსაკუთრებით, ხო? ესენი არიან დეპუტატები აღმოსავლეთ ევროპიდან, ძირითადად და არიან დეპუტატები ბალტიის ქვეყნებიდან, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა ისტორიულად და სამართლიანად არიან რუსეთის მიმართ ძალიან ესე რა ქვია, მოდი ესე რუსოფობიულად განწყობილი. და აქედან გამომდინარე ზუსტად ამ უკრაინის ომმა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა განაპირობა ის, რომ ეს სენტიმენტები რუსეთის მიმართ არის გამკაცრებული და შესაბამისად ნებისმიერი გარკვეული თვალსაზრისით ხელისუფლება რომელიც რუსეთს ემიჯნება თუ არ არის აგრეთვე ეს რუსოფობიულად განწყობილი მე ახლა რუსეთის წინააღმდეგ და ფობიურად თუ გინდა ამას გავმიჯნავთ ერთმანეთისგან და გეტყვით რაშია ფობიზმი და რაშია ამ შემთხვევაში წინააღმდეგობა ხო თუ არ არის რუსოფობიულად განწყობილი მათი დამოკიდებულება რაც არ უნდა კარგი იყოს თქვა სხვა რეფორმები გინდა სასამართლო გინდა ეკონომიკური და ასე შემდეგ იყოს ეს რეფორმები კარგი და თუ მაინც გაგვანძღავენ მე ვიტყვით რომ ცხადია მე ვერჩივნები პოლიტიკურ კონტექსტი როგორია გესმის იმიტომ რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში თუ არ იყავი მაგალითად პირდაპირ გეტყვი რა თუ არ იყავი მაგალითად ნაციონალური მოძრაობის მომხრე ბევრად უფრო ნაკლები ქონდა მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპელი და ბალტიისპირელი ესე იგი დეპუტატებისგან
დღეს სხვათაშორის დავით მათიკაშვილმაც დაახლოებით იგივე თქვა, არა პროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ რა ხდება საქართველოში, სხვა რა შეიძლება მოისმინოს საზოგადოებამ, ქალბატონი რასასგან, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებულია სააკაშვილზე და კომუნისტ ეძახიან და ასე შემდეგ. მე ევროკავშირის რეზოლუციას ჩამოვაშორებდი აი ამ კონტექსტს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე რაღაცა უსამართლოდ არის კიდევ საფრთხილში, ჩამოვაშორებდი ჩინეთის საკითხს და შესაბამისად საერთოდ გამოვტოვებდი ამ ყველაფერს და დავტოვებდი იმას, რაც იმ შემთხვევაში იყო. იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაცა სიმართლის მართვალი ამოიკითხო. მაგრამ როდესაც შენ აი კომბინაციას აკეთებ ამ რამოდენიმე საკითხის ერთ რეზოლუციაში, ხო? ეს რეზოლუცია უკვე გულწრფელი ხასიათს კარგავს გარკვეულ. მოდი ნიკოლოსას მოусმინოთ, ინიციატივა ჯერ საქართველოს, წევრი ყოფილი დიპლომატი. ნიკოლოსა, რამდენად ეთანხმებით ბექას, რომ რაღაცებს ამლაშებს ეს რეზოლუცია და მაგალითად ან ევროკავშირი ზოგადად ასე გვიდგება, რომ ან ჩვენთან იქნებით და ჩინეთთან, ან ჩინეთთან და ასე შემდეგ. ევროპარლამენტის წევრებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ან ჩვენ, ან ჩინეთი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა არის ესე დაყენება ხო, ანუ ირანი, ჩინეთი, რუსეთი ან ევროკავშირი ცოტა მე ცოტა სხვანაირად ვხედავ ამას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩინეთთანაც ჩვენ უნდა გავარმაოთ ურთიერთობები, მაგრამ და ზოგადად ჩვენ და ჩვენი გუნდი მივესალმებით მრავალმხრივი ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებას, მაგრამ ეს ურთიერთობების განვითარება სხვა აქტორებთან, იგივე ჩინეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა იქნება, არ უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური მდგენელის და ღერძის ხარჯზე. ანუ ამ ურთიერთობამ მარტივად ვთქვათ, არ უნდა ჩაანაცვლონ ჩვენი პროდასავლური ინტეგრაციის პროცესი და შესაბამისად ამ რეზოლუციაში ალბათ უფრო აქეთკენ არის საუბარი, ვიდრე თქვა დილემის წინაშე დაყენება ქვეყნის. ხო, იმიტომ რომ ეხლა თავისუფლად ვაჭრობს ევროკავშირიც ამერიკას ჩინეთთან, როგორც იმპორტის კუთხით, ასევე ექსპორტის კუთხით და შესაბამისად ჩინეთთან კარგი ურთიერთობები პირიქით მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის მრავალი ასპექტის მიხედვით, მაგრამ როდესაც საუბარია უშუალოდ ამ ჩინეთის და სხვა ქვეყნებისთან ურთიერთობების ჩანაცვლებით ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ღერძის, ხო, აქ უკვე პრობლემა ჩნდება, რა თქმა უნდა და აი ზუსტად აი ამის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, თორემ პირიქით მისასალმებელია თუ ბევრ ძლიერ ქვეყანასთან გვექნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მაქსიმალურად მოხდა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციას და არ ვიქნები დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ხო ეს პირიქით ჩვენი ეკონომიკური საფრთხეებისთვის ძალიან დადებით იქნება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვანაცვლებთ ამას, ხო ამას უკვე რა თქმა უნდა ნეგატიური შედეგები აქვს ხოლმე. შეიძლება დამატება გინდა? ხო, არა, დამატება არ მინდა, რადგან დებატების ფორმატია. არა, დებატები რა შეიძლება რაღაც ერთნაირი აზრით გქონდეს. შეიძლება გქონია თურმე არ ვიცოდი, მაგრამ ჩავერთვები პრინციპში. აქ არის საინტერესო რა, ნახეთ, მე ვარ იმ ორ დეპუტატთაგანი, რომელმაც მაგალითად მიუხედავად იმისა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ვიყავი, რა პოზიცია მეჭირა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელმაც ხარი არ დაუჭირე კონსტიტუციაში ამ მუხლის ჩაწერას. ხო, 78 ევროინტეგრაციის. დიახ, ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში მსგავსი რაღაცეები ჩაიწეროს, იმიტომ რომ ეს კონსტიტუცია, როგორც მაგალითად ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მუხლი კონსტიტუციაში, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თურმე პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ გადასახადები შეცვალოს, ან პროგრესული გადასახადი შემოიღოს, ან შესაბამისად გადასახადი გაზარდოს, ხო? ისევე არ შეიძლება ესეთი მსგავსი მუხლების ჩაწერა კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ვითარება არის ძალიან სვალებადი. მაშინ მეც ასე ვფიქრობდი, რომ რატომ უნდა შეიზღუდო შენი თავი მანევრირებაში კონსტიტუციით და რატომ უნდა ჩაწეროს, მაგრამ დღეს რო უყურებ, რასაც აკეთებს ახლა ქართული ოცნება. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, კიდე კაი რო წერია იქ. მოდი შევხედოთ, მოდი საგარეო პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, მაინც მაგ მივდივართ, ხო? კი ბატონო. ეხლა როგორი ვითარებაა, ნახეთ, კიდევ ერთხელ მინდა ის ვახსენო, რომ სოფლიო წესრიგი იცვლება. გუშინ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა და შესაბამისად თქვა, რომ აი ესეთ სოფლიო წესრიგი შეიცვალა ცვალებად მდგომარეობაში, მაგრამ არავინ არ ვიცით როგორი იქნება ის მომავალში. ამაზე აბსოლუტურად ყველა თანხდება, შემდეგ გამოვიდნენ თქვა მემარცხენე სოციალისტი დეპუტატები, რომელმაც გააკრიტიკეს, რომ კი, ჩვენ უნდა დავრჩეთ, ესე იგი, ჩვენ უნდა დავრჩეთ საერთაშორისო არსებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული. ეხლა ჩვენ რაში გვაწყობს საერთაშორისო წესრიგის ერთგულება? ყველა პატარა ქვეყანას აბსოლუტურად აწყობს, რომ საერთაშორისო წესრიგი იყოს ძლიერი და იყოს გარანტირებული გამომდინარე იქიდან, რომ მისი გადარჩენის შანსი აქ არის ძალიან დიდი, ხო? თითქმის ორი
სივრცე დარჩა პოლიტიკური, სადაც საერთაშორისო წესრიგის ამ ფორმით შენარჩუნება, ან კიდევ უფრო გამკაცრება და რეფორმირება უნდა. ეს არის ევროკავშირი და ეს არის ჩინეთი. მეტი თუ გადავხედავ დასავლურ სამყაროში დარჩა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ესე იგი წამყვანი მოთამაშე, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას ჩვენ ვატყობთ, რომ ჩვეულებრივად ჩამოყალიბდა როგორც ესეთი არა უნილატერალური, არამედ თვითნები მოთამაშე. ხო, ქვეყანაში ჯერ ვენესუელაში რა ხდება, მერე ირანში რა ხდება, ეხა იქ როგორი რეჟიმი იყო, რანაირი იყო და ასე შემდეგ და სუვერენიტეტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამაზე ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ. საუბრობ იმაზე, რომ ესე იგი ერთპიროვნულად ქვეყანა ყოველგვარი გაეროს რეზოლუციის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიჭრას მეორე ქვეყანაში, ან შეცვალოს რეჟიმი, ან რაღაცა მსგავსი მოახდინოს, რომ შესაბამისად მისი გავლენა გაიზარდოს, ხო? ეს არის პირდაპირი უგულველყოფა შესაბამისად საერთაშორისო ნორმების. ხო, ჩვენი საგარეო პოლიტიკა რა უნდა იყოს და რაც არის რასაც მე უყურებ. ხა რიტორიკის დონეზე როგორ არის და ასე შემდეგ ეს ზალადობის სპირალი, რომელიც შეიქმნა ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ეს ყველაფერი გადალახვადია მომავალში რაციონალური და პრაგმატული მსჯელობის საფუძველზე, თუმცა ეს სივრცე რა თქმა უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ გვაწყობს შესაბამისად ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვიყოთ დამაკავშირებელი, რადგან ყველაფერს რო თავი დაანებოთ, ეს ორი ცივილიზაცია არის ამ შემთხვევაში. ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ თუ არ უნდა გავხდეთ? ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, მაგასაც გავიგებ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრები თუ გავხდებით, თუ შუაში უნდა ვიყოთ. არა, კაცო, ევროკავშირის წევრები თუ გავხდებით, მაგაზე კარგი არაფერი არ არის და ამ გონია ხა შენთან სტუდიაში ვინც მოდის და ასე შემდეგ, იმაზე ჩემზე ბევრი გაეკეთებინოს მაგ საქმისთვის. პირდაპირ გეუბნები. მაგრამ ჩვენ დღესდღეობით გვაქვს სხვანაირი ვითარება. ხვდებით, ირანი რო ირანია. მოდი სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესებზე ვილაპარაკოთ. სპარსეთის ყურეში რაც ხდება, ანუ ირანი იყო დამაბალანსებელი შესაბამისად. მოდი მინდა სპარსეთის ყურეს გადავართ ამაზე ნიკოლოზის აზრიდან მოვისმინოთ ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე. ანუ შენ ამბობ რომ რეალურად სწორად აწარმოებს ოცნება ხო საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკის ბევრ ასპექტში ოცნებას ვეთანხმები, მაგრამ ეს რაღაცას ვიტყვი. მოდი ეხლავე დავანებოთ იმ ილუზიაზე ფიქრს თავი, რომ ჩვენ ოდნესმე ნატოს წევრები გავხდებით. თუ ამაზე ვერ შევთანხმდები და ისევ შესაბამისად ვიქნებით ამ ილუზორულ მდგომარეობაში, რომ ოდესღაც ნატოს წევრები გავხდებით, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი მერე რა ხდება, აღიგვება რუსეთი მიწისგან თუ არ აღიგვება და ასე შემდეგ, ამაზე ლაპარაკი არა. ჩვენ ხედავთ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც ნაკლებად არის რუსეთის მიმართ ესეთი განწყობილი, რომ გარკვეული თვალსაზრისით რუსეთი სრულიად დასუსტეს, გამომდინარე იქიდან ის აღიქვამს ჩინეთს მის უპირველეს მოწინააღმდეგეს. ხო, მარტო შეგვიძლია ლაპარაკო, ჩვენ ახლა ნატოში არც ამერიკის შეერთებული შტატები დაგვიჭერს ამ შემთხვევაში მხარს, რომ ნატოში გავწევრიანდეთ და იქ კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება, ეს აქამდე გვიჭერდა ყოველ შემთხვევაში. რამდენად ვითარებაში, როგორც ბფკ-ს ასეთ ნათქვამს რეზუმე გავაკეთოთ, ვითარებაში, როცა ეს სოფლიო იცვლება და ეს დრამატული ამბები ხდება და სოფლიო წესრიგი ირღვევა, ძალიან სწორს აკეთებს ქართული ოცნება, ასე ვთქვათ. ხო, სანამ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე გადავალ, უბრალოდ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო. პირველ რიგში კონსტიტუციაში ეს ასახული არის, ეს ორი ჩანაწერი ასახულია ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნება. ნატოსთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, ეს იყო 2007 წელი მე მგონი, როდესაც პლებისციტი ჩატარდა საქართველოში არჩევნების პარალელურად და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია ნატოში ინტეგრაციის კურსი. ასევე ევროკავშირის კონტექსტში თუ ნახავთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებულ კვლევებს, დავინახავთ, რომ დაახლოებით 80%-ზე მეტი ქართველი მოსახლეობის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. რაც შეეხება უსაფრთხოებას ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების პრიზმიდან რომ შევხედოთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ხო, ანუ მარტივი არის აქ სიტუაცია, როდესაც შენ ხარ პატარა სახელმწიფო, შენ ყველა ცდილობს განსაკუთრებით ისეთი მეზობელი, როგორც არის რუსეთი, შენს გადაყლაპვას და შესაძლოა შენი, ასე ვთქვათ, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, როდესაც შენ ვთქვათ, ამდენი მტერი ყავს, ასეთი მტერი ყავს ირგვლივ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალური
პოტენციალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან და უსაფრთხოების გარანტიების მიღება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ალიანსებით და ძლიერი მოკავშირეების დახმარებით. რა თქმა უნდა, ნატოში ინტეგრაცია შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს ბევრ გამოწვევასთან, ხანგრძლივი პროცესი იყოს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ ვიმუშაოთ იგივე ნატოს წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ მივიღოთ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები ან ახალი ალიანსები შევქმნათ იმისთვის, რომ სანამ ჩვენ ნატოში გავწევრიანდებით, მანამდე მაგ პერიოდში ჩვენ გაგვაჩნდეს რაღაც სპეციალური უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც დაგვიცავს არსებული საფრთხეების მიმართ. ასევე ვიცით, თქვენმა ჯგუფმა ჯერ საქართველოს რაღაც უსაფრთხოების კონცეფციაც გამოაქვეყნა. კი, ჩვენმა ჯგუფმა ოღონდ ეს არის უფრო შიდა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული და მაგაზეც ორ სიტყვას ვიტყვი. შესაბამისად, ასევე ევროკავშირი, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, ევროკავშირში წევრობა ნიშნავს უკვე შენთვის უსაფრთხოების გარანტიებს. და ამის მარტივი მაგალითი შემიძლია ისტორიული მოვიყვანო. თქვენ გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც ევროკავშირის წევრი, სადაც ომი ან რაღაც მსგავსი ყოფილიყოს, ხო? ანუ, როდესაც ქვეყანა წევრიანდებოდა ევროპის კავშირში, ხო, ის უკვე ავტომატურად დაცული იყო და შესაბამისად მის ტერიტორიაზე არც ერთი კონფლიქტი ან ომი არ ყოფილა. და აქედან გამომდინარე, ხო, ანუ ჩვენი მიზანიც ევროკავშირში არ არის მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი, კარგი სოციალური პირობებით განათლება და ასე შემდეგ, ჩვენი მიზანი ერთ-ერთი არის ევროკავშირის წევრობაც. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების კონცეფციას, ეს არის ასე ვთქვათ უსაფრთხოების ჩარჩო, ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავთ ჩვენ ისეთი უსაფრთხოების ქმედითი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას. ხო, ანუ ძალიან ტექნიკურ საკითხებში არ მინდა შესვლა, მაგრამ პრინციპების დონეზე ვიტყვი, რომ აქ პირველ რიგში საჭირო არის სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანო შექმნა, როგორც არის სიტყვაზე უშიშროების საბჭო, ასევე ჩვენ საუბარია იმაზე, რომ უნდა პერმანენტულად ხდებოდეს კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება, როგორც არის თქვათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც 11 წლიდან განახლებულა და რა თქმა უნდა დეპოლიტიზაცია და რაც მთავარი პრინციპი არის ჩვენი ხედვის არის ის, რომ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე, ანუ მაქსიმალურად ყველა აქტორი უნდა იყოს ამაში ჩართული და ეროვნული თანხმობით უნდა მოხდეს ჩვენი სისტემის ჩამოყალიბება და არა რაღაც ელიტების მიერ ჩამოყალიბდეს ეს სისტემა. ამ ნატოსთან დაკავშირებითაც როცა ჩატარდა პლებისციტი იგივე ევროკავშირთან დაკავშირებით, პრინციპში თანხმობა არსებობდა, ხო? სანამ ქართულოცება არ დააყენა რაღაცები ეჭვს. თუ არა, მომისმინეთ ეს წამი რა. ეგ ვიღაცა ჯგუფი ხო არ იღებს ეგრე გადაწყვეტილებას ნატოსთან აღარ გვინდა ურთიერთობა და ასე შემდეგ. ეგ არის წესრიგის ცვლილება, ანუ რუსეთ-უკრაინის ომმა აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. ანუ წესრიგი რომ მანამდე იცვლებოდა, თუ გადავხედავთ, რა ვიცი, მე ცოტა შევიდეთ აკადემიურ ჯელობაში, თუ გადავხედავთ მაგალითად ესე იგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციის პერიოდს, როდესაც ტრამპი პირველად გახდა უკვე ესე იგი პრეზიდენტი ამერიკის, მაშინაც უკვე მის გამოსვლებში, მის ნაბიჯებში იგრძნობოდა ის უგულველყოფდა საერთაშორისო წესრიგს. აქ არის მარტო ევროკავშირზე კი არა, აქ არის საერთაშორისო წესრიგზე ლაპარაკი. საერთაშორისო წესრიგი. ხო და ამ ვითარებაში უფრო მეტად არ უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ალიანსის წევრი, თუ საერთაშორისო წესრიგი დაიღო, რომ ვინმე არ გადავყოლაპოს ემანდ. ევროკავშირის მერე დაუბრუნდა. მოულოდნელად ვინმე არ გადავყოლაპოს. გავიგე მე რა. ზუსტად ეგ თქვი, ხო? ნატოში ჩვენ ვერ მიგვიღებენ. ნახეთ ახლა უკრაინის მაგალითი ავიღოთ. უკრაინას თავაზობენ, თქვენ კი ახსენეთ, რომ პრეცედენტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნის წევრი ქვეყნები, როდესაც ვინც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მას თავს არავინ არ დასწყვია აბსოლუტურად. გეთანხმებით, იმიტომ რომ ისინი არიან ნატოს წევრები. და ნატო არის ყველა არ არის ნატოს წევრი. ყველა არ არის ნატოს წევრი. ახლა ფინეთი გახდა, ხო? ყველა არ არის ნატოს წევრი. ავსტრია არ არის ნატოს წევრი. ხო, მოუწია. ავსტრია არის ნატოს წევრი. მაგრამ ნახეთ ახლა უკრაინასთან როგორ მიდის საუბარი, უკრაინას ეუბნებიან, რომ კი, შეიძლება შენ ნატოს წევრი ვერ გახდე, გამომდინარე ამ ვითარებისა, მაგრამ შენ შეიძლება გახდე ევროკავშირის წევრი. ხო? ჩვენ შეიძლება ამ გზით ვიაროთ მეთქი, მაგას არ უცებამ გააფუჭა ეს ურთიერთობები და შეამბობ რომ კარგად იქცევა. არა, სხვა რამეს ვამბობ, კარგად იქცევაზე აქ არ არის. ნახე, აქ არის ლაპარაკი რაზე. შენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ გეოგრაფიას უზრუნველყოფ და რაღაც ესტაკოლოგიურად უყურებთ, ესე იგი რაღაც მოვლენებს, ხო, რომ აი ჩვენ ოდესღაც ესე იგი პლებისციტი ჩავატარეთ და ვიღაცას ნატოში გაწევრიანება უნდა და ხალხს, თურმე და ეს არის ჩვენი რელიგიური მიზანი. ესე არ არის. გამომდინარე იქიდან რომ კი ჩვენ გვინდა, მაგრამ როდესაც ვერ წევრიანდებით, შესაბამისად უნდა ვეძებოთ სხვა ალიანსები. ხო, ამაზე შევთანხმდით.
რატო შემოდის თქვათ, რატო არის საჭირო და მნიშვნელოვანი ჩინეთის ამ ქვეყანაში შემოყვანა მაქსიმალურად, იმიტომ რომ მე დღეს გულწრფელად რო გითხრათ, რუსეთის დამაბალანსებლად მაგალითად ნატოს ქვეყნებს ვეღარ აღვიქვა. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის წამყვანი ძალა და ეხლა აღმოჩნდა, რომ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ევროპის სამხედრო, ესე იგი მანქანა არის იმპოტენტი, მარტივად რო ვთქვა, ხო? მე ვერ ხედავ, რომ შესაბამისად რუსეთის ანსურვილი კონდეს ამ რეგიონში, რუსეთი დააბალანსოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქ სურვილი როგორ გქონდა? თუ რუსეთი დააბალანსოს. რა თქმა უნდა, თუ ჩინეთის, მე კიდევ ერთხელ მაგას ხაზს უსვამ, იმ რაღაცა ილუზიებს კი არ მიყვები ვიღაცები რომ ამბობენ და აი ჩინეთთან კარგი ურთიერთობა თუ გვექნება და აფხაზეთი სამხრეთ ოსეთი დაბრუნდებაო. და ეგ არის რაღაცა გადაჭარბებული, რაღაც ილუზორული აზროვნება. მე სხვა რამეს ვამბობ, თუ ჩინეთი აქ შემოვა ცოტა ისე ძლიერად, მაგალითად იგივე ანაკლიის პორტის ფარგლებში, როდესაც რატო არ შემოვიდა? ხო, თავად ჩინურ კომპანიას მისცეს და გაჩერდა ეს პროექტი. ანუ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მისცეს და გაჩერდა, მე არ მგონია რომ ჩინეთის ჩინურმა კომპანიამ მე არ მგონია მეთქი რომ ჩინეთის ფარის გადაწყვეტილების საფუძველზე გაჩერებული იყო ეს ყველაფერი. არამედ თუ ჩინეთი აქ შემოვიდა, ერთ-ერთი დამაბალანსებელი და მთავარი დამაბალანსებელი რუსეთის ამ შემთხვევაში იქნება ჩინეთი და გეტყვით რატო? იმიტომ რომ მთელი რუსეთი ამ შემთხვევაში ჩამოკიდებულია ჩინეთზე, ხო? მეტი შესაბამისად საურთიერთობო სივრცე ძლიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობს, აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ჩინეთზე არის ძალიან ძლიერი. მოკლედ, ჩინეთი მაინტერესებს ნიკო ამას რა ეთახება, რომ ჩინეთი უფრო დაგვიცავს ვიდრე ევროპა. არა, დაგვიცავს რა. ასე გამოვიდა რუსეთის. შენ დღესდღეობით პოლიტიკურად ვიდრე ევროპა, მაგალითად. ხო, ვიცით როგორ არის ხა ნატოზე საუბრისას არ უნდა დაგვაწევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ნატოს წევრი და შესაბამისად ნატოს მიერ ჭარბშის დაბალანსება რეგიონის ნიშნავს რომ ამერიკაც შემგვარ დიდგას, ხო, თუმცა ჩვენ უნდა ამერიკის ინტერესების გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ აზერბაიჯანის და სომხეთის პრეცედენტები, როდესაც ვენსი იყო ჩასული მან და არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე შეთანხმდნენ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ხო, ანუ ამერიკას რეალურად აქვს ინტერესი შავ ზღვაზე, ასევე დაახლოებით 2-3 წლის წინ მიმდინარეობდა მუშაობა ამერიკის მიერ შავი ზღვის რეგიონის მიმართ შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე და ასევე არაერთხელ გაჟღერდა იგივე კონგრესში, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. ანუ რეალურად ამერიკას ძალიან დიდი ინტერესი აქვს შავ ზღვაში და ანუ ისე არ არის რომ აქ არ არის. ხო, უბრალოდ ჯერჯერობით ეს პროცესი მიმდინარეობს, ჯერ ირანის თემა არის და მანამდე ვენესუელის საკითხი იყო და შავი ზღვის რეგიონის დროც მოვა და შესაბამისად დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება შეასრულოს აქ. იცით როგორ არის? რეალურად საქართველოს არავის გავლენის ქვეშ არ უნდა ექცეოდეს, საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და ყველა თქვათ სხვა ქვეყნის ინტერესი უნდა იმ პირობებით გაატაროს, თუ თქვათ მისი ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ანუ ურთიერთსასარგებლო კავშირზე უნდა იყოს საუბარი. თუმცა რეალურად დღეს მე ვფიქრობ, რომ ამერიკაზე ძლიერი აქტორი, ვისაც შეუძლია რუსეთის დაბალანსება, არ მიმაჩნია, რომ ჩინეთს შეუძლია ჩაანაცვლოს, იმიტომ რომ ჩინეთს თავის ინტერესები აქვს, თავისი თქვათ ვირიძალის ელემენტები აქვს და შესაბამისად ჩვენი იდეოლოგიური თვალსაზრისითაც ჩვენ უფრო ახლოს ვარ დასავლეთთან, დასავლური კულტურის ნაწილი ვართ და ჩვენი და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად დღესდღეობით რუსეთის დამბალანსებად მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატები და ასე ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი მიმაჩნია. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, გავაგრძელებთ ამ საინტერესო დისკუსიას. ჩვენ დაბრუნდით პარლამენტში, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან შეგახსენებთ უკაცრავად გადაცემაში პარლამენტზე საუბრობთ ევროპარლამენტზე. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, ყოფილი დიპლომატი და ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. ვისაუბრეთ პირველ ნაწილში საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ევროპასთან დამოკიდებულებაზე და ამასობაში აგერ წამოკვეწია ევროკომისიის სპიკერის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არც ერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემათ. გავაგრძელებთ დაპირებების შესრულებას და ყურადღებით მონიტორინგს. ანუ საქართველოს ფაქტობრივად დათანხმდა, რომ რუსეთს დაუწესოს სანქციები. ნიშნავს თუ არა ეს ამას? რამდენად ნიშნავს? მე რა მოდი იმ საკითხს დაუბრუნდეთ, რაზეც საუბრობთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ევროკომისარმა ეხა რა თქვა და არა, ეს ის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველოს გვეუბნებოდა, რომ ჩვენ თუ რუსეთს რაღაც სანქციებს დაუწესებთ, იქ ორმაგ სანქციებზეა საუბარი, თორე ფინანსური
ხო, მაშინ რაღაცა ომში აღმოჩნდებით ამბავით. ეხლა აღმოჩნდა რომ საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს რუსულ გემებს, ნავთობს დაუწესებს, არ შემოუშვებს სპორტებში. ეგ რაღაცეები მით. უნდა გაუმიჯნოთ ეგ რაღაცეები. უნდა გაუმიჯნოთ ორმაგი სანქციები და ორმაგი სანქციები არავინ არ ითხოვდა. არა, ითხოვდა. ეხლა ითხოვდა რომ ეგრე მერაბ არ არის. არ ითხოვდა, ეგრე არ არის. იქ იყო ლაპარაკი. ახლა მოდელას არ დაუწესებია ორმაგი სანქციები. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ არაფერი არ გასაგებია, მაგრამ გაფუჭებია ურთიერთობა ევროკავშირთან მაგის მაგას ვამბობ, რომ პოლიტიკური შემადგენელი არის ძალიან დიდი თქო რა. როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ირაციონალური, არაპრაგმატული, ისე ევროკავშირის მხრიდან. უბრალოდ ჩვენ უფრო მეტი პრაგმატიზმი ესე იგი გვმართებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა ევროპასთან დაახლოება და ევროპა იკლავს თავს ამ შემთხვევაში ჩვენთან დაახლოებაზე თავს. ხო? მოდი, მაგრამ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, აი რაზე იყო საუბარი, ხო, რომ აი ამერიკა კულტურული თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ცხადია ამერიკა არა, საუბარი იყო მის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო აქვს ინტერესი ჩვენს რეგიონში. აქვს ინტერესი. ეხლა გავაგზავნოთ რუსეთის დამბალანსებელი არის. რუსეთის დამბალანსებელი შეიძლება იყოს ამერიკა. ეხლა გავაგზავნოთ ეგ საკითხი. ეხლა ნახეთ რა ვითარებას ვიღებთ. ამაზე სტატია გამოვაქვეყნე ამასინათ რეზონანსში და ამიტომ თამამად ვილაპარაკეთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ მეტნაკლებად კარგად შევისწავლეთ ჩემი გადმოსახედით. ნახეთ როგორი ვითარება საქართველოს ყველაზე დიდი ტრაგედია რა არის? მოდი, სანამ ამაზე გადავიდოდე, ის რომ ჩვენ ვერასდროს ვერ შევცელით ერთ-ერთმა ხელისუფლებამ ან გაგვენვითარები და მრეწველობა. რატო? იმიტომ რომ თუ განვავითარებთ მრეწველობას და თუ შევქმნით კონკურენტიან პროდუქტს, მაშინ შესაბამისად ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია იქნებოდა ბევრად ხელშესახები. ხო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვივაჭრებდით უფრო თანასწორ პირობებზე, არ ვიქნებოდით უბრალოდ ევროკავშირისთვის ბაზარი, არამედ ევროკავშირის გახდებოდა ჩვენთვის ბაზარი. რომ გადახედოთ შესაბამისად ბალანს, დისბალანსი არის ძალიან დიდი. ხო, ჩვენ ვერაფერი ვერ გვაგვაქვს იმათ, ისინი ისედაც ყიდნენ და დღესაც. ეხლა მე რასაც ვამბობ. ნახეთ როგორი ვითარება და ომზეც გადავიდეთ მე. სომხეთმა და საქართველომ, სომხეთმა ეხლა, მაგრამ საქართველომ დიდი ხნის წინ უკვე ტრასეკას პროექტიდან გამომდინარე აიღო განვითარება იმაზე, რომ ისი რა ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი გადარჩენის საფუძველი, როგორც გეოპოლიტიკური, ისე შესაბამისად ეკონომიკური თვალსაზრისით არის ის, რომ ჩვენ გავხდეთ სატრანსპორტო დერეფანი, ხო? აბსოლუტურად მთელი პოლიტიკა, ყველა ხელისუფლების აბსოლუტურად იყო აწყობილი იმაზე, რომ ეს იდეა განხორციელებული იყო. ეს იდეა რას გულისხმობს სინამდვილეში? არა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ეს შუა დერეფანი გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი ან დერეფანი, ხო? რეგიონალურს რას გულისხმობს, რომ ცენტრალური აზიიდან წამოვიდნენ ტვირთები, გავიდნენ ევროპაში, ან შესაბამისად, ესე იგი გააგრძელონ გზა, მაგალითად სხვა მიმართულებით, ხო? არამედ ეს გულისხმობს და მთელი იდეა რაშია, რომ ეს გახდეს ინტერკონტინენტალური დამაკავშირებელი. ინტერკონტინენტალური ამაში გულისხმობს იმას, რომ ჩინეთი და აღმოსავლეთ აზია და ევროპა უნდა დააკავშიროს ამ ყველაფერს. ეხლა ნახეთ რა ხდება. არა, როდესაც საუბრობთ მაგალითად სომხეთზე და ასე შემდეგ. სომხეთმა გააცნობიერა, რომ აი ის მის მიერაც გარკვეული თვალსაზრისით გამოტოვებული ეპოქა, რომელიც გულისხმობდა აგრეთვე სომხეთის ინდუსტრიალიზაციას, მის წარმოებით უნარიანობის გაზრდას. ეხლა რატო უსვამ ამას ხაზი? იმიტომ რომ თუ გადავავლებთ ჩვენ მაგალითად გაეროს იუნიდო არის ეს გაეროს და ესე იგი ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია, თუ გადავავლებთ ჩვენი ესე იგი წარმოებით უნარიანობა როგორც სომხეთის ისე საქართველოში არის ძალიან დაბალი. ანუ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ სხვა ესე იგი მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტს. ანუ ჩვენი ინტელექტუალური ესე იგი შემადგენელი იმ პროდუქტში, რასაც ქმნის, არის ძალიან დაბალი, რაც იწვევს შესაბამისად ჩვენს სიღარიბეს. ხო? ესე იგი ერთადერთი გზად, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ესე სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოდი ჩვენ გავხდეთ, რადგან კავკასიაში ვართ, სამხრეთ კავკასიაში გავხდეთ სატრანსპორტო დერეფანის ჰაბი. ეხლა რაც არ უნდა ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, რომ კონკურენტულია თუ არა, მაგალითად TRAPP, რომელიც არის თქვა, რომელიც არის ტრამპის დერეფანი, რომელიც ზანგეზურის კორიდორზე გადის და საქართველოს დერეფანი, რომელიც შავ ზღვაზე გადის, ხო? აქ საუბარი პოლიტიკური ინტერესია. გავიგეთ, მივდივარ იქამდე რა. გადის ნუ პირდაპირ გეტყვით რომ ესენი ერთმანეთის კონკურენტები არიან. თან ნახეთ საინტერესო რა არის. აქეთ მხარეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები, რომელიც სომხეთთან და აზერბაიჯანს უკავშირდება ამ შემთხვევაში და აქეთ არის შესაბამისად ჩვენ რატო არა? როცა ჩვენ ვიყავით სტრატეგიული რატო გაფუჭდა სტრატეგიული პარტნიორობა? კი არ გაფუჭდა, რადგან გაჩნდა ამ შემთხვევაში სომხეთი როგორც სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ესე იგი იქნება ჩინეთის მიერ უპირატესობა მინიჭებული დერეფნის ალტერნატივა, შესაბამისად ამერიკა ჩაერთო იქ, ხო? ანუ ამერიკამ დაძრა გარკვეული თვალსაზრისით ეს იდეა, ხო? აქედან გამომდინარე
რეგიონში ჩნდება ორი ალტერნატიული დერეფანი. ერთი, რომელიც იქნება ამერიკის კონტროლის ქვეშ და მეორე, რომელიც აწყობს ამ შემთხვევაში ჩინეთს. ეხლა ნახეთ რა ხდება, თუ ჩვენ შესაბამისად ხო იყო აქ ლაპარაკი, რომ ამერიკელებს უნდა ავაშენებინოთ ანაკლიის პორტი, იმიტომ რომ ანაკლიის პორტი განუყოფელი ნაწილია, ხო? სამხრეთ დერეფნი. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ააშენებენ აქ პორტს ამ ქვეყანაში, ჩინური ტვირთები აღარ გაივლის. და პირდაპირ აღარ გაივლის, იმიტომ რომ ეს არის ლოგიკა მთელი ამ გეოპოლიტიკური თამაშის, იმიტომ რომ ჩინეთი აღარ იქნება დაინტერესებული ამდენად მოახდინოს ინვესტირება იმ, ესე იგი, სატრანსპორტო დერეფანში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს. აი, ზანგეზურში დერეფანში რა უნდა გაიაროს ამაში? ზანგეზურს და მაგიტომ ვამბობ, ესენი არიან ერთმანეთის კონკურენტები მეთქი. მე ვიყავი თბილისის, ესე იგი, აბრეშუმის ფორუმზე, მოусმინე აბსოლუტურად ხელისუფლების წარმომადგენლების ესე იგი განცხადებებს იქ იყო ესე შერბილებული ტონი, რომ ესენი ერთმანეთის კონკურენტები კი არ არიან, შეავსებენ ერთმანეთს, მაგრამ რეალურად კი სატრანსპორტირებას თავის სპეციფიკა აქვს, მაგრამ რეალურად ესენი ერთმანეთის მნიშვნელოვანი რა. თუ ჩვენ შესაბამისად, ნახეთ, აქ არის ამბავი, ამერიკას გარკვეული თვალსაზრისით, აი ამ სატრანსპორტო დერეფნიდან გამომდინარე, რომელიც ალტერნატივად გაჩნდა, იმიტომ რომ კონტროლის მთელი იდეა რა იყო, რომ გარკვეული თვალსაზრისით აი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალი ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ, ხო? ეხლა რადგან გაჩნდა TRAP, ანუ ეს ტრამპის დერეფანი, აქედან გამომდინარე ინტერესი საქართველოს მიმართ გარკვეული თვალსაზრისით არის შემცირებული. მაგრამ ეხლა კიდე დავასრულო რა. თუ ჩვენ შესაბამისად, ეხლა თუ ჩვენ არ მოვიქცევით ისე რომ, ესე იგი, ჩინეთს არ მივცევთ იმის შესაძლებლობას, რომ აქ განახორციელოს მისი სატრანსპორტო, ესე იგი, ინფრასტრუქტურის განვითარება, მაშინ ჩინეთსაც დავყარდა. მისცა ჩვენმა ხელისუფლებამ და გაჩერდა. ანუ ჩინეთმა რაღაცნაირი მიზეზის გამო დაკარგა ეს ინტერესი. გაჩერდაზე არ არის. ჩვენ ხო არ ვიცით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა როგორ არის. შეიძლება საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ აი გადავდგა ეს ნაბიჯი თუ არ გადავდგა, ხო? კარგი, რა კომენტარი გააკეთა რომელიმე იმას. არა, ნუ ფაქტია რომ გაჩერებულია ხა. არ გავაკეთებია. ხო, იმ ნაწილში მე ბექას დავეთანხმები ინდუსტრიალიზაციის საკითხში, რომ მეტი წარმოება იყო საჭირო ქვეყნისთვის და ასე შემდეგ, რაც ნამდვილად სიმართლეა, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას მიაღწიო, შენ უნდა გქონდეს ძლიერი ინდუსტრია და ძლიერი საწარმოები. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ფაქტობრივად რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაადო, ევროკავშირმა ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მისულიყო სწორედ ევროკავშირის სტანდარტებამდე. იგივე ღვინის მაგალითი რო ავიღოთ, იგივე სხვა მიმართულებები და დღემდე ეს პროგრამები გრძელდებოდა იმისთვის, რომ ჩვენ მეწარმეებს შეეძლოთ ისეთი ტიპის ასე ვთქვათ პროდუქციის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ინვესტირება გააკეთა ჩვენს ინდუსტრიაში და ეს არ უნდა დავკარგოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა არის და ძალიან დიდი ინვესტირება გაახორციელდა. რაც შეეხება დერეფანს, ხო, ანუ ის რომ ვთქვათ ამერიკის კონტროლება დერეფანში ჩინეთი არ გაუშვებს თავის ტვირთებს, არ ვიცი რამდენად ასე იქნება, იმიტომ რომ ჩინეთი ძირითადად საავჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში ხშირად იყენებს პრაგმატიზმს ხოლმე და აქედან გამომდინარე ისინი სატარიფო პოლიტიკას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ეხლა მომგებიანი იქნება, რატომ არ გაუშვებს? ხო, იმიტომ რომ ეხლა სიტყვაზე და არ უნდა გაგვიგოს ხა მარტო ჩინეთიდან ხო არ მიდის ტვირთები, ჩინეთში წომიდის ტვირთები ევროპის კონტინენტიდან და შესაბამისად ეს ასე თქვა დაკავშირებადობა ხდება და ამ კონტექსტში ვფიქრობ, რომ თუ ექნება ჩინეთს არჩევანი ამერიკის კონტროლირებად დერეფანში თუ გაიტანს თუ თქვა ჩინური კონტროლირება დერეფანი იქნება, სადაც მისთვის უფრო მოსახერხებელი ტარიფები იქნება, იქ გაიტანს ალბათ თავის ტვირთს და ტვირთის სახეობასაც გააჩნია ხა სიტყვაზე თქვა ჭიქები თუ გააქვს და აი რაღაც პლასტიკატის პროდუქცია და ასე შემდეგ, ხო ანუ მაგისთვის ხო არ არის მნიშვნელოვანი ხა რომელი გზით გავა ეს ყველაფერი და შესაბამისად აქ უფრო სატარიფო იმას ექნება პოლიტიკას მნიშვნელობა და რაც შეეხება თქვა ამერიკის ინტერესებს საქართველოში, ხო ანუ იმ რიტორიკით, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში არსებობს საქართველოს-ამერიკის ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესის შემცირდებოდა სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობისგან, მარტო იმის გათვალისწინებით, რომ დობის საკითხი არის და ასე სტრატეგიული პარტნიორის შეჩერების პირობებშიც ეს რთული პროცესი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ხო დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, ჩვენი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არის ფაქტობრივად ძალიან დაბალ ნიშნულზე, ისტორიულად დაბალ ნიშნულზე და
აქედან გამომდინარე ძელვადიან პერსპექტივაში რთული იქნება ამ სიტუაციიდან ერთ დავამატეთ, ნახეთ, რატო ვინ რომელ პორტში გაატარებს და ასე შემდეგ. ესე ჩვენ რაღაცა თავისუფალი ბაზარი მოქმედებს და ესე თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ, ესე არ არის. ჩინეთი ცდილობს, რომ აი ამ ეგრეთ წოდებული ერთი სარტყელის პოლიტიკის ფარგლებში ყველგან კონდეს მისთვის საიმედო პორტები, მაგალითად ავიღოთ საბერძნეთის პირეოსის პორტი და ასე შემდეგ, რომელიც ევროპაშიც აქვს პორტები. რატომ? იმიტომ რომ კონცენტრირებულია მასზე. ამიტომ ესე ჭიქებს გაატარებს და ასე შემდეგ, მე ამ გონი ეგრე იყო. ეხლა რაც შეეხება ევროკავშირს, მე 2018-19 წლიდან ელჩებს ხდებოდი ევროკავშირის და ვეუბნებოდი, რომ აი ეს რაღაც რაზეც ვლაპარაკობთ ინდუსტრიალიზაციის ხარდაჭერა და ასე შემდეგ, ეს ხადი არ იყო საკმარისი. ნახეთ, როდესაც განადგურდა მეორე მსოფლიო ომის მერე ევროპის ინდუსტრიალიზაცია მოხდა ეგრეთ წოდებული მარშალის გეგმა, კი ბატონო. სულ ამას ვეუბნებოდი, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმდენად მოხდა ჩვენი ქვეყნების, მას შორის უკრაინის, მოლდავეთის, მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, რომ აი ეს რაღაცა სპორადული დახმარებები და ასე შემდეგ და ასე მცირე და საშუალო ბიზნესი და ასე შემდეგ, ეს არ იქნებოდა საკმარისი. საკმარისი კი არა, იქნებოდა აუცილებელი მსგავსი მარშალის გეგმის განხორციელება, როგორიც იყო შესაბამისად ევროპაში. მაგრამ ამის სურვილი სამწუხარო და ამის აქვს ინსტიტუციური მექანიზმები სამწუხაროდ ევროკავშირში. ევროკავშირში გაწევიანება ხო მოგცემდა. ფინანსების მოზიდვა. მარტო ეს არ მოლაპარაკებების გახსნა უკვე ფინანსურ დახმარებას უყურებდა ამ მიმართულებით. მოარ დაგვეპაუზებინა, რატომ ხართ, არ ვიცი. ერთ რაღაცას ხო? მოდი დაუბრუნდები იმ საკითხს რა. რაც შეეხება შესაბამისად, ანუ აი ამ ურთიერთობას ევროკავშირთან რა. ჩვენთვის აუცილებელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის აუცილებელია ევროკავშირთან რაც უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდება. მე ხელისუფლების აპოლოგეტი კი არა ვარ. მე უყურებ რეალურად ვითარებას და ამას ვლაპარაკობ. რაც უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდება, მით უფრო კარგია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თუ ავირჩიეთ ოდესღაც და რეალურად ეს ავირჩიეთ, რომ ჩვენ სატრანსპორტო ხაბი ყოფილიყავით. აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის ეს ფუნქცია თუ ავირჩიეთ და მთელი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული ამის განხორციელებაზე, ცხადია, ცუდი ურთიერთობით ევროკავშირთან და ესე იგი, თქვათ, მარტო კარგი ურთიერთობები ჩინეთთან ეს არ გამოვა და აბსოლუტურად მაგას ვიზიარებ. ეხლა რაც შეეხება, ხომ გვინდოდა ახლო აღმოსავლეთზე ვაპარაკო. ბავშვ დრო აღარ დავშვა 5 წუთი. 2 წუთი თუ ჩაიწერე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნახეთ, აქაც ისმის საქართველოში ექსპერტები, არ ვიცი რაღაც ექსპერტები, რა ვიცი, რისი ექსპერტ, ყველას ექსპერტი ქვია, მაგრამ რამე დაწერილი მაინც მანახო რა რატო არიან ექსპერტები. მესმის რაღაცა ექსპერტების ხრიდან, რომ აი ირანი უნდა განადგურდეს, რაღაცა დაეცეს რეჟიმი. ხო, დაეცეს რეჟიმი ხელისუფლება მოსახლეობის მოკავშირე ეყოლება რუსეთის რეგიონში უკეთესია. ესეთი მოსაზრება. ჩვენ ეს ძალიან ვიწროთ უყურებთ. რუსეთის პერსპექტივიდან უყურებთ აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ შეხედე ხა, წარმოიდგინე, ჩვენ ახლო აღმოსავლეთში გვაწყობს ბალანსი. ირანი არის დამაბალანსებელი იმ რეგიონის. ერთი არის დამაბალანსებელი შიიტსა და სუნის შორის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ქმნის შესაბამისად ბალანსის და ამ შემთხვევაში სტაბილურობის გარანტს და მეორე შესაბამისად ის არის, მოდი პირდაპირ გეტყვი, ამერიკის დამაბალანსებელი რეგიონში. ამერიკა თუ არ დაბალანსდება რეგიონში, ან თუ ამერიკის ყურადღება არ იქნება ამერიკა დაგვიპყრობს? არა, დაყრობაზე არ გეუბნებით ხალხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, შენ თუ არ გვაქვს საშიშროება რუსეთი დავაბალანსოთ. რუსეთი დაბალანსდება. რუსეთი დაბალანსდება ჩინეთის მიერ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ იქ რუსეთს და ჩინეთს ის რა ურთიერთობები აქვს? იქ რაზე შეთანხმდებიან? იქ შეიძლება შენი აქ რო საქართველო არ და აქეთ რუსეთი რო არის. რუსეთი რო ეტყვის ჩინეთს რომ ამას თავი დაანებებს, თორე მე რაღაცებს გაგიჩერებს. შეიძლება ჩინეთმა გადაწყვიტოს, რომ საქართველოს საერთოდ არ მაინტერესებს. რუსეთთან მირჩევია ურთიერთობა. და ფეხებზე დაგიკიდოს. მეორე საკითხი და მაგას დაუბრუნდები რასაც. მეორე საკითხი არის თუ შესაბამისად, ესე იგი, აიათოლას ამ შემთხვევაში რეჟიმი დაეცა რეგიონში რა მოხდება არავინ არ იცის და რა ესე იგი კატაკლიზმები იქნება მაგალითად დევნილების ნაკადი და ასე შემდეგ არავინ არ იცის. ამიტომ ამას ესე სასიხარულოდ ნუუყურებთ. ხა რატო ვამბობ დაფალანსებას? ამერიკისთვის თავარი მოწინააღმდეგე ის რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ის რაც აბსოლუტურად კავკასიაში ხდება, ეს არის ჩინეთი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ გვინდა შესაბამისად რომ გავხდეთ სატრანსპორტო ჰაბი და ეს ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებად, მაშინ შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩინეთის ინტერესები არის ამ რეგიონში
რეგიონში გასათვალისწინებ. თუ რამე განვითარების სხვა მოდელი გვაქვს, მაშინ გითხრას ვიღაცა. კარგია, მოდი აი ნიკო. ხო, უბრალოდ აი სანამ ირანზე გადავალ განვითარების მოდელზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ რომ სატრანსპორტო ჰაბის გარდა სწორედ რომ განვითაროთ საქართველოში ისეთი მრეწველობა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მაღალ სტანდარტებს და სწორედ ეს გახდეს კიდე ერთი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური ჩადებს ინვესტიცია საკმაოდ მოწინავე ტექნოლოგიებში. მათ შორის ჩვენ განვიხილავთ რა თქმა უნდა სომხეთთანაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ასევე იგივე ბირთვული პროგრამა რო იწყება ახალი ამერიკის ჩართულობით, იმაშიც პოტენციურ თქვა საქართველოს ჩართულობას, იმიტომ რომ აქედან შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ბენეფიტები მივიღოთ, ასე ვთქვათ, ჩვენმა ქვეყანამ და არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთის და სწორედ ეს ამ პროექტში, ბირთვულ პროექტში ჩართულობამ შეიძლება სწორედ ეს ამ პროცესს თავისი ხიბლი და იმას ხო მე უბრალოდ ირანთან დაკავშირებით დავსვავ ასეთ კითხვას, ხო, ანუ რამდენად უსაფრთხოდ იქნება მთლიანად რეგიონი და მსოფლიო, რომ ირანს გააჩნდეს ბირთვული იარაღი. თქვათ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს ჰეზბოლა, ჰამასი და ჰუსიტები მსოფლიოსთვის და აქედან გამომდინარე, რამდენად თქვათ, დამბალანსებლის როლი არის, შეიძლება დღეს კი დამბალანსებელი იყოს, მაგრამ უფრო გრძელვადიანი თუ შევხედოთ ამ ყველაფერს, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბირთვული იარაღი ირანის ხელში, ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ ათასობით ადამიანი, რომელიც დაიღუპა, უდანაშაულო ადამიანი, რომელიც გამოსვლების დროს იღუპებოდა ირანის ქუჩებში, ხო, ანუ აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად დრო აღარ აქვს მეთო. ირანის რეჟიმი კარგია იმას ხო არ ვამბობ. მე გეუბნებით, რომ ირანი თავისი დღევანდელი მოცემულობით აბალანსებს რეგიონს. ბალანსი იმ რეგიონში არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რაც შეეხება ვის გალაბალანსებს? რუსეთისგან ვერ აბალანსებს. არა, რუსეთისგან როგორ აბალანსებს? ამერიკის შეერთებული აბალანსებს. ჩვენ გვჭირდება, კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვჭირდება, შეიცვალა მეთქი სამყარო თქო. თუ ამას ჩვენ ვერ გავიგებთ და თვალს ვერ გაუსწორებთ, რომ სამყარო შეიცვალა და ჩვენ რა პრობლემა გვაქვს? ამერიკის პრობლემა გვაქვს თუ რუსეთის დაბალანსების პრობლემა გვაქვს მეთქი? ხო და რუსეთის ირანი ვერ გიბალანსებს. ამაშია საქმე. რუსეთს ირანი ვერ გიბალანსებს, ხო და ამერიკის დაბალანსების პრობლემა ხო არა გვაქვს დღეს ჩვენ. იქ ამერიკას აღარ აინტერესებს მეთქი. როგორ არა აგერ რეგიონში არა ეხლა შეიძლება სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო აინტერესებს ვიდრე შენ აღარ აინტერესებს იმიტომ რომ ამერიკას რეგიონი აინტერესებს მთლიანად და შესაბამისად აზერბაიჯანი იმიტომ კი არ აინტერესებს როგორც აზერბაიჯანი და როგორც სომხეთი აინტერესებს მთლიანი რეგიონულ კონტექსტში და რა თქმა უნდა საქართველოს აინტერესებს როგორც ჩავის ზღვის მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების სტრატეგიას თუ წავიკითხოთ იქ ცალსახად წერია რომ მისთვის არ არის რუსეთი უკვე სტრატეგიული მოწინააღმდეგე, არამედ არის ჩინეთი ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ გვინდა რომ განვახორციელოთ ის, რაც არ ვიცი, ჩაიდო ამ ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, გენეტიკური კოდი, რომელიც ჩემი აზრით არასწორი იყო და ჩვენ უნდა გაგვევითარებინა და არ უნდა პარაკია იმაზე მეტი ინდუსტრიალიზაციაზე არავის რაც ჩვენ გუნდს ცხოვრებაში ამ ქვეყანაში მაშინ შესაბამისად რადგან ჩავიარეთ უკვე ეს მატარებელმა გაიარა და ვერაფერს ვერ რატო ჩავიარეთ დღეს გამოცემულობა არის მაგრამ მადლობა დიდი გადავაჭარბეთ საინფორმაციო უნდა დაიწყოს ნიკოლოზ ხატიაშვილი კულტურულად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ჩვენ ვართ როგორც ევროპის დასავლური ცივილიზაციის აზიის ნაწილი ეს არის ჩვენი სიძლიერე და არა სისუსტე. ასე ინიციატივა ჯერ საქართველოს ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყვნენ ჩვენი სტუმრები ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე მე ხვალამდე გემშვიდობებით.